ირანიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების აღსაკვეთად და კონფლიქტის ზონის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ბაზების დასაცავად რამდენიმე ევროპული სახელმწიფო მზად არის თავდაცვითი მექანიზმები გააძლიეროს, თუმცა არ აპირებს ჩაერთოს ამერიკა-ისრაელის მიერ წარმოებულ ერთობლივ ოპერაციაში თეირანის წინააღმდეგ. კვიპროსის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული იერიშების შემდეგ გაერთიანებულ სამეფომ ეროვნული ინტერესების დაცვა ნომერ 1 ამოცანად დაისახა და ავიამზით HMS Dragons კუნძულოვანი ქვეყნის მიმართულებით გზავნის. We need to act therefore with clarity. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ნათლად, მიზანმიმართულად და ცივი გონებით. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დაცვა ჩვენი ნომერ 1 პრიორიტეტია. ჩვენ ვიღებთ ზომებს საფრთხის შესამცირებლად რეგიონის ცაზე თვითმფრინავების აფრენით, რომელიც შეაკავებენ მომავალ დარტყმებს. საშუალებას ვაძლევთ ამერიკულ თვითმფრინავებს გამოიყენონ დიდი ბრიტანეთის ბაზები ირანული დარტყმის შესაძლებლობების განადგურების მიზნით. შაბათს რისთვისაც მზად არ ვიყავი, ეს იყო გაერთიანებული სამეფოს ომში ჩართვა. თუ არ დავრწმუნდებოდი, რომ არსებობდა კანონიერი საფუძველი და სიცოცხლის უნარიანი, კარგად გააზრებული გეგმა. ამ პოზიციაზე ვრჩები ახლაც. კვიპროსში სამხედრო ხომალდს აგზავნის იტალიაც, რომლის გეგმაშიც შედის ეროვნული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაც. კვიპროსთან და კვიპროსისთვის საზღვაო დახმარების გაგზავნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო გაეროს ქარტიის მე-7 მუხლი. თუ წევრი სახელმწიფო მის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლია, სხვა წევრები ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება და მხარდაჭერა, ყველა იმ საშუალებით, რაც მათ ხელთ აქვთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51 მუხლის შესაბამისად. მადრიდის პოზიციის მიუხედავად აუკრძალოს ვაშინგტონს გამოიყენოს ესპანური ბაზები ირანზე იერიშების მისატანად, ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კვიპროსის მიმართულებით თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხმელთაშუა ზღვაში განალაგოს სამხედრო ფრეგატი ქრისტეფორ კოლუმბი. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხომალდი მონაწილეობას მიიღებს საჰაერო დაცვასა და მეთვალყურეობაში.